ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში გვერდება ქეთევან ასათიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი და ჩვენ მასთან ერთად ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ, რომელსაც ეროვნული არქივი ახორციელებს. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა რომ მომიწვიეს. ქალბატონ ქეთევან, მოდით დავიწყოთ საქართველოს საგანმანათლებლო პროექტის შესახებ საუბარი, რომლის ჩატარების ტრადიციაც უკვე არქივს აქვს და კონკრეტულად ის ეხება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაციას. მოდით მოგვიყვებით ამ პროექტის შესახებ. პროექტს საფუძველი მოგეხსენებათ, გავხსალბათ უკვე ინფორმაცია ჩაეყარა 2015 წელს და მას შემდეგ პრაქტიკულად უწყვეტად ტარდება. შესაბამისად გასაკვირველია ეროვნულ არქივს დაინტერესებული გამოცდილება გამოუყარიდა ამ ტიპის პროექტების ჩატარების, იმიტომ რომ უამრავი სკოლა იღებს 2015 წლიდან მონაწილეობას ამ პროექტში, არის საკმაოდ დიდი კონკურსი. რამდენჯერმე იყო იმდენად ბევრი მონაწილე სკოლა, რომ მოგვიწია რაღაცა გარკვეული ფარგლების დაწესება მათ კი, აი წელსაც საბოლოოდ გადარჩევის შედეგად მონაწილეობას იღებს წარმოიდგინეთ 331 სკოლა საქართველოს სხვა რეგიონიდან. ძირითადი თემა და მთავარი თემა რა თქმა უნდა არის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც მოგესალმებით ეროვნული არქივი არის ის დაწესებულება, რომელიც საქართველოს ყველაზე მეტ მასალას ფლობს ამ თემასთან დაკავშირებით და თანაც საგანგებო მიმართულებებია გახსნილი ეს სამსახურები იქნებათ გამოფენები და ასე შემდეგ სხვა ტიპის პროგრამები არის ამოქმედებული, ამიტომ ბუნებრივია აი ამ მიმართულების ფარგლებში არის სწორედ აი ესეთი ეს კონკრეტული პროექტი. ვის შეუძლია ამ პროექტში ჩართვა? ვის შეუძლია კონკრეტულად ჩართვა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება? პროექტში შეიძლება მონაწილეობის მიღება უკლებლიო ყველა სკოლას, უბრალოდ ყველა სკოლა უნდა მიიღოს მონაწილეობა თითო გუნდს მხოლოდ ამჯერად უკვე დახურულია მიღება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იყო ვადა შესაბამის გამოცხადებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დახტური მიღებული აქვს 331 სკოლა, დასაკვირველია სკოლები იყვნენ ბევრად მეტი, მაგრამ მოგეხსენებათ გარკვეული საზღვრები ამას ყველაფერს აქვს და აქედან გამომდინარე ჩაკეტილია უკვე მიღება სკოლების. თითო სკოლიდან ესეც ლიმიტირებული იყო, ვიღებდით მხოლოდ თითო გუნდს. თითო გუნდში შედის 5 მონაწილე და თავის მასწავლებლებს შესაძლებელი. და როგორი არის შემდგომი ეტაპები? შემდგომი ეტაპი ახლა იქნება მალე ნახევარფინალი ჩატარდება საქართველოს 4 სხვა ქალაქში. იმიტომ რომ განსაკუთრებული რაოდენობა არის სკოლების რეგიონებიდან და მოგეხსენებათ რეგიონებიდან შემოსული სკოლები ამავე სკოლას არ უდებენ განსაკუთრებით როგორც წესი იმარჯვებენ ხოლმე ფინალში გადიან აუცილებლად 4 სხვა ქალაქში მათ შორის თბილისში და ნახევარფინალის შემდეგ უკვე ფინალი ამ საბოლოოს ეხვედრა გვეცნება თბილისში. თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, როგორც წესი, დაახლოებით ამ თარიღს ვამთხოვთ ხოლმე მაისში, 21 მაისს, ოდნავ ადრე დამოუკიდებლობამდე. და ფინალური ეტაპი რას გულისხმობს? ქალბატონ ქეთი კიდევ ერთხელ იმ 331 სკოლიდან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნახევარფინალში, გაიმარჯვებს მხოლოდ გარკვეული ნაწილი. რა თქმა უნდა, და ის გარკვეული ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ახალი კითხვები, ახალი შეხვედრა იქნება, ახლა მძაფრი დასაკვირველი, იმიტომ რომ ფინალი გახლავთ და შემდეგ ეს არის ფორმატით რა სადროდის ჩვენ ხშირად ვატარებთ ხოლმე ამ ფორმატით, საკმაოდ საინტერესო სხვათა შორის ცოცხალი და იქნება საპრიზო ადგილები იქნება გამოყოფილი და ამ საპრიზო ადგილების მფლობელებს დაუდგებათ საკმაოდ კარგი საჩუქრები.
თქვენ ახსენეთ, რომ 2015 წლიდან დაიწყო ხო აი ეს პროექტი და ამ პროექტის მთავარი მიზანი არის, რომ სკოლის მოსწავლეებმა უფრო მეტი რამ გაიგონ, ხო იმ წლების შესახებ, რომელიც საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, რა უკავშირზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა შედეგი გვაქვს, მიღწეული არის თუ არა ის შედეგი, რომელსაც ელოდით და აი ამ წლიდან წლამდე ის სკოლების რაოდენობა მკვეთრად მოიმატა, ეს უკვე შედეგია ამ პროექტის, ხო? დაწყებული თავიდან იყო დაახლოებით 20-30 სკოლა, ამჯერად შესაბამისი, შემაკავებელი იმების შემდეგ 71 სკოლა დარჩა, მხოლოდ ბევრად მეც უნდა და მონაწილეობის მიღება. ეს უკვე იყო ძალიან დიდი ინტერესი და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სკოლებში ეს თემა არის ძალიან კარგად შესული და თემა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით დიდევნებოდა და შესაბამისად დღეისათვის ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი პრობლემები ჰქონდა ჩვეულებრივ სკოლის მოსწავლემ აიცოდა, ხო, რაში იყო საქმე, რა პირველ დემოკრატიულზე იყო საუბარი, რა 18-19 წლებზე, ასე ვთქვათ. ამჯერად უკვე საკმაოდ თამამად არიან ბავშვები მომზადებულები სკოლებში ეს თემა არის ძალიან კარგად შესული და ის პერიოდი ჩვენი ისტორიისა, რომელიც საგანგებოდ იყო მიჩმეული და შესაბამისი სამუშაოები იყო ჩატარებული, რომ ეს თემა მომკვდარიყო, სულად საპირისპირო სახეს გვაძლევს, ხო? ძალიან კარგად ერკვევიან საკითხში. კი ბატონო და ხომ არ შეგიძლია თქვათ მივცეთ რჩევები ან რეკომენდაციები იმ მოსწავლეებს, იმ გუნდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტში და ასევე პროექტის ფარგლებში ხომ არ გამოიცა რაიმე ტიპის სტატიები ან ხომ არ მომზადდა სპეციალურად დამხმარე მასალა? საგანგებო დამხმარე მასალა ეგზავნება ყველა სკოლას. დიახ. უბრალოდ გადაგზავნილი აქვს უკვე ყველას, აბსოლუტურად ყველას მიღებული აქვს ის მასალა, რომლის საფუძველზე როგორც წესი დგება ხოლმე კითხვები თამაშებზე, ასე რომ თითოეულ სკოლა და თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი აბსოლუტურად დეტალებში არის საქმის კურსში, მასთან დაკავშირებით, როგორც ჩატარდება, როგორც ნახევარფინალი, ისე ფინალი. რა ტიპის შეკითხვები შეიძლება მოვიდეს თამაშზე. კი ბატონო. და დამატებითი რჩევა და რეკომენდაცია როგორი იქნება და ხომ არ განიცადა, აი ჩვენ თქვით ხომ 2015 წელს, აი რაღაც თაობა გამოიცვალა, ხო, საკმაოდ დიდი დრო არის, 10 წელი არის გასული და ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ხო არ ყოფილა რაიმე აი ამ წლების განმავლობაში. შეიცვალა რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, თავდაპირველად იყო სპანაერა და იყო რასადრობის ტიპის მაგალითად სიტყვაზე ამბობ. გასაკვირველია შეიძლებოდა თქვა 20 სკოლიდან 4-5 სკოლამდე რაოს, გასაკვირველია ფორმატი აუცილებლად შეიძლებოდა და შეიცვალა კიდევაც. მეცადგებით მუდმივად იცვლება კითხვები, მუდმივად იცვლება კიდევ ბევრი რამე ტექნიკურ ნაწილში თუ ამ რაის სამუშაოებია ჩასატარებელი და ეს პროცესი ტარდება ხოლმე. მე იცით მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობა თალკე განათლების სამინისტროს, რომელიც გვეხმარება როგორც წესი ამ პროექტის განაცხადების გადაგზავნაში, ისინი რესურს ცენტრებს უგზავნიან და ასე მიეწოდებათ სკოლის ინფორმაციები, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი დახმარება არის. ასე რომ განათლების სამინისტროს გარკვეული კუთხით არის ჩართული ამ პროცესში. წარმატება უსურვოთ მაშინ მონაწილეებს და წარმატებას გისურვებთ თქვენს. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ქეთევან ასათიანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი.